ეს ჩვენ ვართ. ეს ჩვენი ისტორია, რომელიც ოქროს ასოებით ჩაეწერა. ამ კადრებში ნახავთ ჩვენს განცდებს, ჩვენს ემოციებს, ჩვენს წრემლებს და ჩვენს უდიდეს გამარჯვებას. სოფლად ორმთას შორის არაფერი არ ხდება ხო ფელბერტში ხო მიუხედავად ისა რომ ვიღაცა ქართველებმა მაინც მოგვაგნეს და გარეთ ესეთი რაღაცნაირი შეძახილები რომ გამხნევებები და ძალიან თუმცა თუმეტეს საზღვარს გარეთ რომ კიდე აი ეს ქალაქი ფელბერტია, სადაც ჩვენი ნაკრების ბიჭები დაბინავდნენ ერთ-ერთ სასტუმროში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ გამოგვარვია. ეს ფელბერტის ცენტრალური სტადიონია, სადაც ჩვენი ბიჭები გადიოდნენ მომზადებას, ვარჯიშობდნენ თურქეთთან მნიშვნელოვანი მატჩის წინ. ჩვენ მოგვეცა საშუალება დავსწრებოდით ვარჯიშს, შევხვდროდით ჩვენი ნაკრების ბიჭებს, მათთან ერთად გადაგვიღო ფოტოები და გაგვეხმარებინეთ. Gaumarjos, ჩვენ სამშობლოს gaumarjos, საქართველოს gaumarjos. Viele Fans erwartet werden und auch das Spiel findet ja heute beim BVB im Stadion statt. Über 80.000 Menschen passen da rein. Das größte Stadion heute zur Europameisterschaft sind es nur knapp 60.000. ფეხბურთის კომაგი, რომელიც არის ქართველი ემიგრანტი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი და როგორც ვიცი, ახლა ის ქართველების დასახვედრად მიემგზავრება. მოგესალმებით ბატონო ავთანდილ, მადლობას გიხდით თქვენ დროისთვის. გამარჯობათ, მოგესალმებით საქართველოს, მოგესალმებით გერმანიიდან, თალებ დორტმუნდიდან. მოკლედ დღეს უბედნიერესი დღე გაგვიქენდა, როგორც იქნა ჩვენ ქართველები ევროპაში ჩვენს ოჯახში დავბრუნდით, რაც ჩვენი უძლიერეს ფეხბურთელების დამსახურებაა. სამწუხაროდ ბევრი დაგეგმილი ღონისძიება ცუდი ამინდის გამო გადაიდო. ძლიერი წვიმა გამოცხადებული და ქალაქმა ბევრი შეკრება გააუქმა. და ამ დროს ქალაქიც პარალიზებულია, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე ვერ ახერხებს საქართველოს ჩამოგზავნებული ჩვენი ქართველი სტუმრები ვერ ახერხებენ სტადიონზე მოსვლას და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ აქ ცხოვრები ემიგრანტები ჩვენს თანამოქალაქეების გვერდში დავუდგათ, დავეხმაროთ და შეძლებს და გვარად მივიყვანოთ დანიშნულების ადგილამდე. ამ მომენტშიც ვიმყოფებით ოჯახთან ერთად. ჩემი 13 წლის აგერ დავითი უბედნიერეს დღეს მოესწრო, ალბათ რო გაიზრდება, თავის შვილებს მოუყვება ამ დღეს და ამ ისტორიას თუ ჩვენმა ბიჭებმა, ჩვენმა საქართველოს ნაკრებმა რას მიაღწიეს და რა შედეგი დაგვიგეს. წეგანაბრიშნე მოკლედ დღევანდელ დღეს ძლიერი წვიმა ახდეთა ქარით უთულესი აღმოჩნდა სტადიონამდე მოსვლა ფაქტიურად ყველა კომაგი სველია და ამასთან ერთად ქარით ახდეთა ქაოსია ფაქტიურად მაგრამ ახლა შევდივართ სტადიონზე და იქ უკვე სხვაგანწყვეტ გავაგრძელებთ სულობას აბა წინ გამარჯვებისთვის შეგვიძლია სტადიონზე კიდევ
თურქეთთან სადებიუტო შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრები 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. სასწაული ჩაატარა ჩემო ბიჭებმა. წარმოუდგენელი დღე იყო, უძლიერესი. სტადიონიდან სიამაყით სავსე გამოვედი. იმ ხელა სიძლიერით სავსე ვიყავი, ვერ გაგიცედი. ამის შემდეგ კვლავ პირდაპირ გერმანელი ფანები. Super Jungs. Super. Dankeschön. მადლობა ბიჭებო. ძმებო, გენაცვალეთ გულებში. თქვენ შემოგევლეთ. ყველაფერი წინ არის. ოჩახ ბიჭები. დაიწია. თქვენ რა ისინი ხარ? ფანები ხარ. საუკეთესოები ბიჭებო, გენაცვალეთ გულებში. მაგრები ხართ, მაგრები. მამა, და. თველო, საქართველო, იაკო. თველო. საქართველო. ეს რა იყო? ის რა ქვია? აქ ჩვენი ნაკრების ბიჭები ჰამბურგში მიემგზავრებიან. წინ ჩეხეთთან მნიშვნელოვანი მატჩი გვერდება. ძალიან მაგარი თამაში გონებოდა ჩეხეთთან, უნდა მოვიგვათ და ჩვენ შევიდრიბეთ დღეს. დავამხნევებთ ჩვენ ბიჭებს. წავიდნენ ჩვენი ბიჭები. წავიდნენ ჰამბურგში გამარჯვებისთვის. დღეს სასწაული დღე იყო ბიჭებო. ჩვენ ბიჭებს გაუმარჯოს. აი ეს ხალხი, აი ეს გმირი ხალხი, აი ეს ქართველი. აი ეს ადამიანები ჩვენ ბიჭებს ბოლომდე გვერდჩიოდნენ. მორალურად საერთოდ თურქეთანებით საერთოდ მორალურად და მას ნაკრებით საერთოდ მორალურად ეს ხობოდა კიდე ძალიან ბევრი მომენტი შეუქმნა მიქაუტაძე ზოან გაუმართლა და რაღაცა ამიტომ მორალური პირატესობა ფეხბურთში არის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის ხალებაზე მნიშვნელოვანი და ანიშნავს გამარჯვებით ჰამბურგამდე აბა ვიმარჯვებთ ვიმარჯვებთ აუცილებლად ეს დიდი დღე გვაქვს დიდი დღე აბა გერმანია ქალაქი ჰამბურგი საქართველო ევროპა საქართველოს გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! გაუმარ! ჯოს! ჩვენი დიდი ფეხბურთელები. ამათ გაგონებულზე, ამათ ფეხბურთზე გავიზარდე. გადახვედი წამოდი ამაყო გირები. ჩვენი ბებერი ფეხბურთელები. რამდენი წელი გავიდა? აგეს ადაკვალი. ჩვენი კეჭვა. ვენესუელაში.
ეს მიყვარს, აი? წავედით. აბა ბიჭები. ესეც მოკლედ გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიის. ჩვენ მობილიზებული ვართ.
აქ მაგარი ამბებია, აი რამდენი ხალხი დამხვდა და გელოდებით უყურეს რა. აი მუსიკებით. ნუ საქართველო ვართ ჩვენ აქვართ მოდით აგერ ჩვენი კოჩერა გამოვიდა ამ სვენაცალე რა ესეთი ადამიანი მეორე იყოს ჩვენ უკვე მეორე ხდებით მაგრამ აგერ ღამის 2 საათზე სასწრაფოდ კოჩერ გენაცვალე და გიხილავთ მაგზე უძლიეს კლუბში რა ალბათ პირველ ალიგაში ვაუცილებთ გამქნია საქართველოს გენაცვალე მიყვარხა ჩვენ გულში ზიხარ აი პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ თელიერი ხარო განსაკუთრებით ემიგრანტები ამაყად დავავიჯებთ გერმანიის ქუჩებში და ხალხისგან მილოცებს ვიღებთ ჩვენმა ნაკრებმა დაამტკიცა რომ ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ ეს შევძლებთ წინგი ესპანეთში ეს დავითია ჩემი ბიჭი მან დაამტკიცა რომ იგი წეშმარიტი გულხრვალე კომაგია ესე აღმოაჩინე მასში ქართული სული ერთიც ძალიან მოგესალმებით ქალაქეონიდან ეს არის ჩვენი კომაგები მოვიდნენ სტადიონზე მოვედით მოკლედ სხვა ხალხი ალბათ 10-15,000 კომაგი ვიქნებოდით შეძახილებით მოკლედ სიმღერებით ერთად ხარდალხარ და მთელი ქალაქი გვიკევდა ტარებს სუფთეთ დროშებშია გამოწყობილი აქავრობა მე მგონი დღესაც ფანებით და კომაგებით ვიმარჯვებთ რაც ჩვენი მაგარი ხალხის დამსახურებაა უძლიერესი კომაგები ყავს ვენაცვალე ყველას რაც მე დღეს თავიდან ძალიან ნერვიულობდი ეხლა ძალიან აი თავისუფალი ძალიან ბედნიერი ვარ და ერთადერთი რასაც ვფიქრობ დავჭდე და სიამოვნება მივიღო ჩვენი ბიჭების ყურებით აღარაფერი მაინტერესებს უკვე გამარჯვებულები ვარ ჩვენ უკვე ევროპის ჩემპიონები ვართ ჩვენი სათქმელი ვთქვით აგერ ჩემს უკან უკვე ის ვით შეძახილები საქართველოს მართალია სტადიონი ნახევარსარიელია ჯერ თითქმის 70% შემოსასვლელია ხალხი მაგრამ უკვე როგორი შეძახილებია მოკლედ უბედნიერესი ვარ და აი ძალიან მინდა რომ თითოეულმა ქართველმა განიცადოს კიდევ ეს ვინც ვერ მოახერხა ეს კატასტროფა იყო ბილეთებზე ძალიან ემოციები ვართ მოზღვავებული და მოკლედ მინდა რომ აი ჩემი დიდი სიყვარული გაგიზიაროთ რა ეს საქართველოს მიყვარხართ უყველა კი ბატონო, ავთანდილ მე როგორც ვიცი თქვენ წინა სამ მატჩად ყველას ესწრებოდით, ყველა თამაშდა გულშემატკივრობდით სწორედ მოედანზე. შეგიძლიათ გითხრათ აი ერთით მატჩი, შემდეგ მეორე შეხვედრა, მესამე შეხვედრა, რაღაც მუხტი არის თუ არა მზარდი, განწყობაც არის თუ არა ცვალებადი. გულისხმობ აი ქართველი გულშემატკივარი, რომელიც პირველად ესწრებოდა ევროპაზე თურქეთთან შეხვედრას და დღეს ქართველი გულშემატკივარი, რომელიც დაესწრება შეხვედრას ესპანეთთან წინააღმდეგ. კი, უბედნიერება მე გქონდათ სამივე მატჩი დავესწარი. აი, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ როგორ წახვედი სახლში, რა განწყობით? კი, არ ვიცი, მოკლედ სახლში როგორ, ალბათ ხებით მივედით სახლში და ალბათ ისეთი ამაღლებელი განწყობა იყო, რომ აი ვის ხდებოდით, ვის კოცნიდა ვინ ვის ეხუტებოდა სასწაული იყო სასწავლამდე სასტუმროსთან გავიარეთ კიდე ბიჭებს მიულოცეთ ჩვენი ქოჩორა ვნახეთ გამოვიდა გენად ვენაცვალე მაგას ჩაგვეხუტა აი უბედნიერესი დღე იყო პორტუგალია ნუ ჩეხეთსაც არ შეიძლება ამბოქში ჩავერთაქეთ და ჩვენ კომაგები
ვიბრძოლე ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, ყველაფერი ის ერთი ქულა, ის პირველი ევროპაზე ის პირველი ქულა აგვეყოდა დღევანდელი ჩვენი ეს მერვე ფინალი გამყარებულიყო. ხედავთ ყველაფერთან მიუხედავად პორტუგალიამ ჩვენ გვარგუნა აგერ ამ მშვენიერ სტადიონზე კელში მერვე ფინალში კიდევ ერთხელ ჩვენმა ნაკრებმა საქართველოს ისტორია დაწეროს. რა გამოგვარჩევს ავთანდილ თუ შეგიძლიათ გითხრათ სხვა გულშემატკივრებისგან, სხვა ქვეყნის გულშემატკივრებისგან, არ ვიცი, მე შეიძლება ვაზვიადებ, მაგრამ გონია რა რაღაცნაირად ყველაზე მეტად ხმაურიანები ვართ ხოლმე გულშემატკივრობის დროს. ხმაურიანები რა თქმა უნდა, ხმაურიანები ვართ, ენერგიულები ვართ და კიდევ რაც გამოგვარჩევს ესპანელები ფაქტიურად ჩვენთან ერთად მოდიოდნენ გზაში და სურათებს იღებდნენ ჩვენთან ერთად. ჩათმულები იყვნენ სხვადასხვა ფორმებში, კორიდორ ფორმებში და ჩვენთან ერთად ქართულ კომაგებთან იღებდნენ ფოტოებს და მოკლედ ჩვენ კი ფეხბურთი რაღაცა თავის მხრივ მოითხოვს რაღაცა კონკრეტულ აგრესიასაც, ასე ვთქვათ, კომაგებს შორის, მაგრამ ჩვენ ქართველებში ეს არ არის. აი, ყველა ერთმანეთს რო ეფერება გაღამებული, გახარებული სახეებით ფაქტიურად მოწინააღმდეგე გუნდის კომაგებსაც გული უთმება და მოკლედ ბოდია გვეფერებიან, გვეხუტებიან, სურათებს იღებენ და ჩვენთან ერთად იზიარებენ ამ სიყვარულს. თითქოს ისეთ შევარჩიე, რომ რაღაც დარწმუნებულები არიან თავის მოგებაში და რაღაცა უნდა რომ გვანუგეშო, რომ აი ხო კარგები ხართ კი, მაგრამ ეხლა სტოპ, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩვენი ბიჭები კიდე სასწაულს ახავენ, სასწაულს ვანახები და სასწაულს დადებენ. ჩვენ გავაკვირებთ ალბათ დღეს ესპანეთსაც. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ჩაგეხუტებიან, გაგაცილებენ და გაგამხნევებენ. მადლობლები ვართ მოკლედ ამ საუკეთესო სამი კვირისთვის. ეს იყო ჩვენთვის დიდი ზღაპარი, რომელშიც დიდი სიამოვნება მიიღო თითოეულმა ჩემთაგანმა. გელოდებით გარეთ ბიჭებო, აბა თქვენიცით. მოკლედ სასწაული დღეს ჩვენი კაპიტანი გაიქ ჩვენთან ესეს და გამოვიდა ჩავეხუტეთ მოვეფორეთ და ყველაფერი საუკეთესო უსურვეთ რა. საუკეთესო კაპიტანი იყო. აუღებელი ციხესიმაგრე. მადლობა დიდი. ჩვენი მაგარი, ჩვენი სასწაული. ერთი ჩემთან რა. მადლობა თქვენ. ჯოს! ჯოს საქართველოს! გაუმარჯოს! კარგია! ჩვენ დავარწმეს! ვინს გაუმარჯოს! ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს! კარგია, ტაში! ვარი კიდე დინამოს აკადემიის წარმომადგენელი. რომ აი მე ფეხბურთს უყურებ 80-იანი წლების დასაწყისიდან.
და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როცა ქართველ ფეხბურთელებს ეძახდნენ საბჭოთა ბრაზილიელებს, მიხეილ მესხს არგენტინაში ეს მიხეილ მესხს არ მოსწრები ვარ, მაგრამ ეს გათოცებით ვიცი რომ მაგალითად არგენტინაში არქვეს რუსი გარინჩა, რუსი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის ნაკრებით იყო ჩასული და რუსებს უგეძახ სხვა ძლიერი გუნდებიც იყვნენ საბჭოთა ფეხბურთში, ხო, კიევის, საერთოდ უკრაინის სკოლა, თუნდაც მოსკოვის გუნდები, თუმცა სულ სხვა ხიბლი ჰქონდა, ამ მთელი საბჭოთა კავშირი აღიჩავდა ქართულ ფეხბურთს და ყველა თვლიდა საქართველოს ქართველებს საფეხბურთო ერად, ასე ვთქვათ, გენეტიკურად რომ ფეხბურთი სისხლში ჰქონდათ. და შემდეგ ამასაც ვისაუბრეთ წინა ეთერში, რომ თითქოს ეს ყველაფერი დაიკარგა. დაიკარგა კი არა, თითქოს იმდენი ხანი გაგრძელდა ეს ჩავარდა, რომ ჩვენ თვითონ გვეგონა, რომ ეთყობა ეს რაღაცა მოჩვენებითი იყო რა. მოდის გიხდი ლადოდ, როგორ ემშვიდობებიან ფეხბურთელები გულშემატკივრებს, ვიდეო რო ვნახოთ თუ შეიძლება. აგეთილია შეთან შედანავარ ნურაფის ნუ გეშინია შეთვის შეგვიძერი საბრის ბოია გაშია 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 მიგრანტებისგან ძალიან გულისამეჩუყებელია კეთილი მგზავრობა სამშობლოსკენ, ემიგრანტები ეუბნებიან ქართულ ფეხბურთელებს. არ ვიცი, რაღაც ემოციებმა გადაგყლაპა ეს დღეები ყველას. უმღერიან, ხედავთ და ეს თან აი ესე გააცილა გერმანიიდან ჩვენმა ქართველმა ემიგრანტებმა ჩვენი ბიჭები წავიდნენ მოკლედ აეროპორტისკენ. ესე დამთავრდა ეს ლამაზი ზღაპარი. აი ეს კი აქ დაითებს ადგილს ძალიან დიდი ხნით. ჩვენ კი ვაგრძელებთ ცხოვრებას სიამაყით ავსავსე, სიამაყით რადგან შევძელით და ჩვენ პატარა ქვეყანა დაიმკვიდრა თავისი ადგილი ევროპაში, სადაც ყოველთვის გველოდებოდა წინ კიდევ ბევრი გამარჯვებული გვქონდეს.